არ ემთხვევა. ფეხსაცმლის ზომა არ ემთხვევა. რა კოშმარია. ეჭვმეპარება. არ მინდა დავიჯერო. იქნება ამიტომაც ვერ ვამბობთ მაშინვე რომ ის არის. იმეც ვიტოვებ რომ ცოცხალია. ისინი მაშინვე უარყოფას იწყებენ ხოლმე. ის არ არის, თმა სხვანაირად აქვს, ტანსაცმელი მისი არ არის, თითები მისი არ არის, არაფერი მისი არ არის. მესმის. უფრო ადვილია თქვა ეს ის არ არის, რათა დედამ იმედით იცხოვროს და უფრო მშვიდად იყოს. მაგრამ მანამდე მისი შვილი აქ იქნება და ამოცნობას დაელოდება და არა საუკეთესო პირობებში, მაცივარში სამწუხაროდ. Лежать не в кращих умовах в рефрижераторі, на жаль. გულწრფელად არ ვიცი როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები. რა უნდა უთხრა მათ, რა სიტყვები უნდა იპოვო. ყველაფერი კარგად იქნება? როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, როცა ასე არ არის? გაივლის? ეს არ გაივლის. მწუხარება შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ერთხელ ქალმა მომწერა დედამ, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა შვილს. მან გამომიგზავნა შეტყობინება, ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა. ვივარაუდე რომ გულისხმობდა ტყვეობიდან დაბრუნდა. მან დაწერა, ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. ღმერთს მადლობა, ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა. უპასუხე რომ ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება. შემდეგი შვილის საფლავის ფოტო გამომიგზავნა.